გამარჯვებისთვის აუცილებელია თლიანი სურათის ხედვა. მსურ საზოგადოებას წარმოვიდგინოთ ჩემს მიერ შექმნილი წიგნი, რომელშიც 4 თემის ხელოვნების, მემეტიკის, მარკეტინგის და სიზმრის გამოსახულებათა ფარგლებში და ერთიანი მსჯელობის ფორმატში ჩამოყალიბებულია გამოსახულების წაკითხვის ტექნიკა. გამოსახულება არის ენერგიის ანბანი. გამოსახულება არის ის მზიდი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენამდე მოაქვს არსი და მნიშვნელობა. გამოსახულების გარეშე ჩვენ საკუთარ თავსაც კი ვერ აღვიქვამთ. სული, როგორც კოსმოგონური და ონტოლოგიური ინფორმაციული საწყისი, ადამიანში პირველ რიგში ქმნის იმ პირველად ენერგეტიკულ ბაზას, რომელიც ადამიანის ინსტინქტური ბუნების სახით ვლინდება. ჩვენ ვსაუბრობთ ფსიქოენერგეტიკაზე. მეორეს მხრივ, თავის ტვინში, ანუ ჰიპოთალამუსში, მის ტვინის ფუძეში, რასაც ტვინის ქვაკუთხედს ეძახიან, სინაფსების დონეზე ინსტალირებულია ფოტონური მექანიზმი, ეგრეთ წოდებული გადახრის მონიტორი. მონიტორი იმიტომ, რომ ირეკლავს, გადახრის იმიტომ, რომ მისი მიზანია ადამიანი გადახაროს მისიიდან, საკუთარი ცხოვრებისეული დანიშნულების გზიდან. ეს ფოტონური მექანიზმი ქმნის გამოსახულებებს და ამ გამოსახულებებში ფუთავს ენერგიას. ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა. ეს არის გახსნილი ინფორმაცია, ღია ტექსტი, რომელშიც მოთავსებულია გამოსახულების წაკითხვის ცოცხალი მოძრავი ინსტრუმენტარიუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს მიერ ჩამოყალიბებული მსჯელობა მორგებულია მკითხველის ინდივიდუალურ ლოგიკაზე. მე საკითხს ავხსნერ ისე, როგორც ის არის სინამდვილეში და შესაძლებლობას ვუტოვებ მკითხველს ეს გამოიყენოს თავისი ინდივიდუალური ლოგიკური მდგომარეობის შესაბამისად. ეს ისეთივე საკითხია, როგორც მაგალითად ხელოვნება. ნამდვილი ხელოვნების შეფასება ჩემს აზრზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. სწორედ ამიტომ გამოსახულების წაკითხვის საზომად ვიყენებ მიქელანჯელოს შემოქმედებას. ყველასათვის ცნობილია, რომ მიქელანჯელო ფლობდა აზრის და ჩანაფიქრის გამოსახულების სახით გადმოცემის განუმეორებელ და გენიალურ ტექნიკას. თქვენ აქ შეეხებით ხელოვნების სოციალურ სხეულს. ერთის მხრივ, ხელოვნება, რომელიც ისტორიულად წარმოგვიდგება როგორც სისტემური ძალაუფლებისგან თავის დაღწევის და ერთგვარი სოციალური განტვირთვის საშუალებად, ამავე დროს როგორ არის განპირობებული სოციუმით. სხვათა შორის კრიტიკაში ერთხმად არის აღიარებული, რომ სალვადორ დალიც ფლობდა იგივე ტექნიკას, როგორცაც მიქელანჯელო, მაგრამ სალვადორ დალიმ ვერ მოახერხა იმ ფსიქოლოგიური პრობლემის მოგვარება, ვერ გადაალახა ეს პრობლემა, რომელიც მას დედასთან და დასთან უთანხმოების გამო აწუხებდა და ეს მოუგვარებელი ფსიქოლოგიური პრობლემა ნათლად მჟღავნდება იმ გამრუდებულ სიურრეალიზმში მის შემოქმედებაში. მემეტიკა არის ახალი მეცნიერება, რომელიც ემყარება მათემატიკის, ფიზიკის, ევოლუციური ბიოლოგიის, ბიოინჟინერიის და სხვა მეცნიერებათა უახლეს კვლევებს. მემეტიკა სწავლობს იმ ინფორმაციულ იდეოლოგიურ ვირუსებს, რომლებითაც ისტორიულად იმართება კაცობრიობა. ეს მეცნიერება შექმნილია ორი ცნობილი ავტორის, შესაძლებელია ითქვას, რომ მარკეტინგის მამების, რიჩარდ ბროუდის და რიჩარდ დოკინსის ნაშრომების საფუძველზე. მემი არ არის ეგრეთ წოდებული ეგრეგორი. მემები არის ის ფსიქოლოგიური კონსტრუქციები, ის გამოსახულებები, რომლებსაც ჩვენ გვთავაზობს სისტემა. მართო ხალხი ნიშნავს მართო მემი. გამოსახულებები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, მაინც ახდენენ ჩვენზე ზემოქმედებას, მაგრამ არაცნობიერად. ამიტომ, რამდენადაც ვიცნობთ მათ, იმდენად რეაგირებთ მათზე. ადამიანები ფაქტობრივად კონსტიტუირებულები ვართ გონების ეგზისტენციალური გაყოფით. ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი გზები არ კვეთენ ერთმანეთს. ამ გზით იქმნება ერთგვარი უფსკრული, რასაც სისტემა და მარკეტინგი გვთავაზობს იმ გამოსახულებასა და ჩვენს შინაგან სამყაროს შორის. სწორედ ამ უფსკრულზეა დაშენებული მარკეტინგი, რომელიც მუშაობს მხოლოდ მემეტურ საინფორმაციო სივრცეში. ამიტომ მარკეტინგი არ ცდილობს ამოავსოს და შეამციროს ეს უფსკრული. იგივე ხდება თითქმის ყველა სფეროში, კინოინდუსტრიაში თუ მაგალითად მუსიკის სფერო რომ ავიღოთ, თუ კი ვინმეს ვიცნობთ როგორც დიდ მოღვაწეს ამ სფეროში, ველა მათგანი ეძებს ისეთ ნოტებს, რომლებიც ჭიები ვითხვდებიან მსმენელს ყურში და იწყებენ მის ბურღვას.
ასეთია არაურაზროვანი და ერთმნიშვნელოვანი ადამიანური მარკეტინგი. სიზმარს ისეთივე მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, რამხელა ადგილიც უჭირავს ღამეს. ეს ფაქტობრივად ცხოვრების მესამედია. აქაც ახალი მცნება შემომაქვს ქართველი მკითხველისთვის სახელწოდებით სიზმრის იერარქია. საქმე ის არის, რომ სიზმარს გააჩნია საკუთარი ეკონომიკა. ბუნება მოწყობილია ეკონომიკური წესით. აქ ზუსტად ისე არის რესურსებს შორის გადანაწილებული ძალები, რომ სიცოცხლის დისა და გაფართოებისთვის უნიკალური პირობები არსებობდეს. სული, როგორც ბუნების განუყოფელი ნაწილი, ასეთი ეკონომიკური პრინციპით გვესაუბრება სიზმარში. ან თუ არ გვესაუბრება, რატომ ხდება ეს, მაშინ როდესაც სიზმარი გამუდმებით ტრანსლირებს ინფორმაციას. ამ ბუნებრივი ეკონომიკის პრინციპის მიხედვით არის განლაგებული ის სამი იერარქიული ბოძი, რომელზედაც დამყარებულია სიზმრის იერარქიის ცნება. ამ იერარქიაზე კი შემდეგ უკვე აწყობილია სიზმრის მთლიანი არქიტექტურა, სიზმრების ტიპოლოგია, ინტერპრეტაციის საფუძვლები, ერთი სიტყვით საკითხის მთლიანი ტოპოგრაფიული რუკა. ვინც აკონტროლებს ღამეს, ის აკონტროლებს ცხოვრებას, მაგრამ კონტროლის სურვილმა დარაჯად არ უნდა გადაგაქციოს. ადამიანს უნდა შეეძლოს სიტუაციის მოძრაობაში წაკითხვა. გამოსახულებებს განვიხილავ ონეიროლოგიური, ფენომენოლოგიური და ონტოფსიქოლოგიური მნიშვნელობით. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა გერმანელი ფილოსოფოსის ედმუნდ ჰიუსერლის ტრანსცენდენტულმა ფენომენოლოგიამ და ონტოფსიქოლოგიამ, რომელიც სწორედ ჰიუსერლის კრიტიკის კვალდაკვალ შეიქმნა. ჰიუსერლიმ გააკრიტიკა თანამედროვე მეცნიერება, რომელიც ჩიხშია შესული და მიუხედავად მისი მაღალტექნოლოგიური განვითარებისა, ფაქტობრივად უძლურია ადამიანის ეგზისტენციალური პრობლემების მოგვარების წინაშე. ეს გამოწვეულია იმით, რომ კლასიკურ მეცნიერებას უბრალოდ არ გააჩნია მიზეზობრიობასთან მუშაობის გამოცდილება. წარმატებული, მდიდარი, მაღალი სოციალური სტატუსის მქონე, თითქოს და ყველაფრით უზრუნველყოფილი ადამიანი რატომღაც უეცრად ავადდება მძიმე ფსიქოსომატური დაავადებით. ამას ვერც ხსნის ვერც კლასიკური ფილოსოფია, რომელიც 1000 წრეულებია ეძებს ჭეშმარიტებას, რომელიც თითქოს და სადღაც არის, ან და არ არის. შესაბამისად, ჭეშმარიტების ძიება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია თვითრეალიზაცია და ამ გზით შინაგანი მთლიანობის და გამარჯვების მოპოვება. ღმერთმა ადამიანი გამარჯვებისთვის შექმნა.